ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დონალდ ტრამპის მომდევნო სამიზნედ ნატოს მოკავშირე დანიის შემადგენლობაში შემავალი გრენლანდია იქცა, რაც კოპენჰაგენშიც და კუნძულის მოსახლეობისთვისაც ხუმრობის საგანი აღარ არის. ვაშინგტონი აქტიურად განიხილავს კუნძულის შეძენას, რომელიც საუკუნეებია დანიას ეკუთვნის. მომავალ კვირას ამ შეთავაზებას დანიელებს მარკო რუბიო გააცნობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ გრენლანდიის შესყიდვის იდეა სიახლე არ არის. ტრამპი მას პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც განიხილავდა, ისევე როგორც ერთ დროს მისი წინამორბედი ჰარი ტრუმენი. შევხვდები მათ გვექნება განხილვა. ყოველთვის ჰქონდა პრეზიდენტს გრენლანდიის ყიდვის განზრახვა. ეს სიახლე არ არის, ამას ამბობდა პირველი ვადის დროსაც. არ არის არც ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც განიხილავს, როგორ შევიძინოთ გრენლანდია. ტრუმენსაც უნდოდა ამის გაკეთება, თუ პრეზიდენტი დაადგენს, რომ შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. მაშინ ყველა პრეზიდენტს აქვს ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა. მე როგორც დიპლომატი და ჩვენ ყველანი მოგვარების სხვა გზებს ვამჯობინებთ. დადგება თუ არა ვაშინგტონის დღის წესრიგში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა სერიოზული მღელვარების საგანი გახდა ევროპის კონტინენტზე. იშვიათი მინერალებით მდიდარი კუნძულის მცხოვრებლებს არ სურთ, რომ ერთ დღეს ამერიკელები გახდნენ. გრენლანდია ბიზნესი არ არის, ჩვენ ხალხი ვართ, ჩვენი ქვეყნით, კულტურით, ენით. დონალდ ტრამპი ბიზნესმენია, მაგრამ გრენლანდია პროდუქცია არ არის. ჩვენ ვართ ხალხი და ამას სერიოზულად უნდა მიუდგნენ და პატივი გვცენ. აქ ხალხია მთავარი. გრენლანდიელებმა არაერთხელ გამოხატეს, რომ დამოუკიდებლობა სურთ. ჩვენ არსებულ სიტუაციაში უნდა ვეძებოთ შესაძლებლობები დამოუკიდებლობისთვის. პირადად მე ძალიან ვღელავ, მიმდინარეობს საუბარი, რის გაკეთებას ვაპირებთ თუ რაღაც მართლა მოხდება. თავში გვიტრიალებს ეს აზრი, უნდა გადავიდეთ დანიაში შვილებთან ერთად, თუ აქ უნდა დავრჩით. რესურსებით მდიდარი გრენლანდია მსოფლიოში ყველაზე მეჩხერად დასახლებული ტერიტორიაა. მოსახლეობა ძირითადად ნუუკში და სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო ზოლში ცხოვრობს. არქტიკული კუნძულის დიდი ნაწილი კი ყინულითაა დაფარული, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის. სწორედ ამიტომ ჰყავს ამერიკას იქ სამხედრო დანაყოფები და აქვს ბაზაც. ვაშინგტონში მთავარ პრობლემად იმას ასახელებენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში უსაფრთხოება საკმარისად დაცული არ არის და გრენლანდიის სანაპიროებზე მუდმივად რუსული და ჩინური გემები დაცურავენ. დასავლელი ექსპერტები თანხმდებიან, რომ გრენლანდიის სამხედრო ძალით დაუფლება შეერთებული შტატებისთვის შეიძლება რთული ამოცანა არ იყოს, მაგრამ გეოპოლიტიკური შედეგი ნამდვილად კატასტროფული იქნება. დონალდ ტრამპის ამბიციების ფონზე დანიას და გრენლანდიას ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს. ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული ერთეული არ არის, ეს ღირებულებების ერთობაა. ჩვენი კოლექტიური ძალაა, ყვავილ ეკონომიკასა და თავდაცვაში ინვესტიციების ზრდაზეა დამოკიდებული. დიახ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკიდებულია იმ თანმიმდევრულობაზე, რომლითაც ამ ღირებულებებს ვიცავთ. სწორედ ამიტომ ევროკავშირი ვერ შეეგუება საერთაშორისო სამართლის დარღვევებს. იქნება ეს კვიპროსში, ლათინურ ამერიკაში, გრენლანდიაში, უკრაინაში თუ ღაზაში. გრენლანდიასთან დაკავშირებით ნება მომეცით ნათლად განვაცხადო. გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებით ვერაფერი გადაწყდება დანიის ან გრენლანდიის გარეშე. მათ ევროკავშირის სრული და მყარი მხარდაჭერა და სოლიდარობა აქვთ. ევროპა საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი მმართველობის მტკიცე და ურყევდამცველად დარჩება. გრენლანდიის მოსახლეობა 47,000 კაციანია. 1979 წლიდან კუნძული დანიის სამეფოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიით სარგებლობს, თუმცა ისეთ საკითხებზე, როგორიც თავდაცვა და საგარეო პოლიტიკაა, გადაწყვეტილებებს კოპენჰაგენში იღებენ. ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, გრენლანდიელების დიდი ნაწილი დანიისგან სრულ დამოუკიდებლობას ემხრობა და არა კუნძულის ამერიკელების ხელში გადასვლას.